ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. დავით მეოთხე აღმაშენებელი. მეექვსე ნაწილი. 1016 წლის მკაცრ და ცივ ზამთარში საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ პროვინციებს სელჩუკთა მომთაბარე ტომები მოულოდნელად დაესხნენ თავს. მტერმა ააოხრა ქართველთა დასახლებები, მოსახლეობის ნაწილი დაიმონა, ნაწილი კი სრულიად გაჟლიტა. სელჩუკებმა დაიკავეს სტრატეგიული სიმაღლეები და იქ დაიბუდეს, რაც მთელ რეგიონს მძიმე საფრთხის წინაშე აყენებდა. ეს თავდასხმა ქუთაისის სამეფო კარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. იმ ეპოქაში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მომთაბარეები ზამთრის ყინვაში, მით უმეტეს მაღალმთიან ტაოში, ფართო მასშტაბიან იერიშს გაბედავდნენ. ტრის გათვლა მარტივი იყო. მიუვალი დათოვლილი ქედების იმედად, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქართველები საპასუხო მოქმედებებს მხოლოდ გაზაფხულზე თოვლის დნობის შემდეგ დაიწყებდნენ. თუმცა დავითმა კვლავ დაამტკიცა, რომ მისი სამხედრო ტაქტიკა ცდებოდა იმდროინდელ სტანდარტებს. მან საიდუმლო მობილიზაცია გამოაცხადა. ქართლისა და მესხეთის ლაშქარი ფარულად შეჰყარა, თავად კი ტრის ყურადღების გადასატანად ქუთაისში გადავიდა და იმერეთის ჯარი შეკრიბა. მეფის გეგმა კოორდინირებულ დარტყმას ითვალისწინებდა. მან მესხურ და ქართლურ შენაერთებს უბრძანა, დათქმულ დროს სხვადასხვა მიმართულებიდან შეჭრილიყვნენ ტაოში, თავად კი იმერეთის ლაშქრით სხვა მიმართულებით დაიძრა. თებერვალში სამივე ქართული არმია ტაოში იმ ადგილას შეიკრიბა, სადაც თურქები იყვნენ გამაგრებულნი. ქართველებმა ტრის ბანაკს ალყა შემოარტყეს. შემოსეულებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ქართული ლაშქარი ზამთრის ყინვაში თოვლით დაფარულ, ბნელ და მიუვალ მთებში ასეთ მოკლე დროში შეძლებდა გადაადგილებას. ღამით, როცა თურქები ლხელის შემდეგ ძილს მისცემოდნენ, დავით მეფემ იერიშის ბრძანება გასცა. შეტევა მოულოდნელი და დაუნდობელი აღმოჩნდა. გათენებამდე ქართველებს არც ერთი თურქი დაუტოვებიათ ცოცხალი. სამეფო არმიამ სრულად გაანადგურა შემოსული ძალა და მათი მთელი ალაფი ხელში ჩაიგდო. ტაოში მოპოვებული გამარჯვება მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. 1117 წელს ქართულმა მხედრობამ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით გადაინაცვლა. მოკლე დროში ქართველებმა აიღეს უმნიშვნელოვანესი ქალაქი გიში, რასაც მალევე მოჰყვა ქალაძორის დაკავებაც. მომდევნო წელს საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შევიდა ლორე და აგარანი, რითაც დავით მეფემ ქვემო ქართლისა და მეზობელი რეგიონების კონტროლი არსებითად გაამყარა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აგარანის ციხის აღება, რაც ქართული სამხედრო ხელოვნების ტრიუმფად იქცა. აგარანის ციხის სტრატეგიული მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ თავის დროზე დავითის პაპა ბაგრატ მეოთხე მის დასაკავებლად 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა უმძიმეს ალყას. დავითმა ეს ციხე-სიმაგრე სულ რაღაც 1 დღეში აიღო. ამავე პერიოდში მეფე, სადაც კი თურქულ რაზმებს გადააწყდებოდა, ყველგან ამარცხებდა მათ და დაუნდობლად ანადგურებდა მტრის ძალებს. ასეთივე დასასრული ჰქონდა თურქთა შემოსევას რახსის ბრძოლაში, სადაც ქართული ლაშქრის სწრაფმა და კოორდინირებულმა მოქმედებამ შემოჭრილი არმია სრულად გაანადგურა. ბრწყინვალე სამხედრო კამპანიებისა და ქმედითი რეფორმების პარალელურად მეფე დავით მეოთხე დიდ ყურადღებას უთმობდა საგარეო პოლიტიკას, როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით. საქართველოს სამეფოს აღზევების კვალდაკვალ აუცილებელი იყო ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის გამტკიცება და ძლიერი მოკავშირეების შეძენა. ამ ეპოქაში დიპლომატიის უმთავრეს ინსტრუმენტს სამეფო ქორწინებები წარმოადგენდა. დავითის პირადი ცხოვრების შესახებ ისტორიული ცნობები მწირია.
მისი პირველი მეუღლის ვინაობა დღემდე ისტორიკოსთა დავის საგანია, რადგან ქართული პირველწყაროები მას არ ახსენებენ. თუმცა სომეხი ისტორიკოსის მათე ურჰაელის ცნობით, იგი სომეხ დიდგვაროვანთა წრიდან იყო და ქართველ მეფეს დაახლოებით 1089 წელს შეერთეს. ამ ქორწინებიდან დავითს 3 შვილი შეეძინა. ტახტის მემკვიდრე უფლისწული დემეტრე და ასულები თამარი და კატაი. საგარეო პოლიტიკური კავშირების გასამყარებლად დავითმა აქტიურად გამოიყენა დინასტიური ქორწინებები. მუსლიმურ სამთავროებთან, კერძოდ კი შირვანთან კეთილმეზობლური ურთიერთობისა და სამხედრო კავშირის დასამყარებლად, მან თავისი უფროსი ასული თამარი შირვან-შაჰის მემკვიდრეს მანუჩარს მიათხოვა. კახეთ-ჰერეთის შემოერთების შემდეგ შირვანი საქართველოს უშუალო მეზობელი გახდა, რის გამოც ამ ურთიერთობას განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. მეფის მეორე ასული კატაი 1116 წლისთვის ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენოსის უმცროს ვაჟზე ისაკზე დააქორწინეს, რაც ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობების განმტკიცებას ემსახურებოდა. თუმცა თუ ბიზანტიასთან ქორწინებით დამყარებული კავშირი წარმატებული აღმოჩნდა, შირვანის შემთხვევაში ეს პოლიტიკა სრულად ვერ გამართლდა. შირვან-შაჰის მერყევმა პოლიტიკამ დავითი აიძულა აქტიურ სამხედრო მოქმედებებზე გადასულიყო. ქართველებმა რამდენიმეჯერ დალაშქრეს შირვანი და მის ციხე-ქალაქებში ქართული გარნიზონები ჩააყენეს. ამ ბრძოლებში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი უფლისწულმა დემეტრემ. მას ბავშვობიდანვე ამზადებდნენ სამეფო ტახტისთვის, წვრთნიდნენ საომარ ხელოვნებასა და სახელმწიფო მართვაში. დემეტრე ჯერ კიდევ ყმაწვილობისას წარუძღვა ლაშქარს შირვანში. ელვისებური იერიშით აიღო ციხე-ქალაქი ქალაძორი და მეფეს ურიცხვი ალაფითა და ტყვეებით წარუდგა. მემატიანის აღფრთოვანებული სიტყვებით მან ქმნა ომნი საკვირველნი, რომლითაგან აკვირვნა ხილველნი და მსმენელნი. დავითის გამეფებამდე საქართველოს ეკონომიკა ღრმა კრიზისს განიცდიდა. დიდი თურქობის შედეგად განადგურებული იყო ხელოსნური წარმოება. საგარეო ვაჭრობა კი მინიმალურ დონეზე იყო დაყვანილი. ქვეყნის მეურნეობა თითქმის მთლიანად სოფლის მეურნეობაზე, მებაღეობაზე, მევენახეობასა და მესაქონლეობაზე იყო დაფუძნებული. თუმცა ძლიერი ფეოდალური სახელმწიფოს მშენებლობისთვის მხოლოდ აგრარული სექტორის საკმარისი არ იყო. ქვეყანას სჭირდებოდა განვითარებული ქალაქები და საერთაშორისო სავაჭრო კავშირები. მეფე დავითმა დაიწყო ქალაქების მიზანმიმართული რეაბილიტაცია და მათი მოსახლეობით შევსება. მისი მიზანი იყო ხელოსნობისა და ვაჭრობის სტიმულირება იმ რეგიონებში, რომლებიც ომიანობის გამო დაცარიელებული იყო. ამ სტრატეგიის ფარგლებში 1118 წელს დავითმა ქალაქ გორში ჩაასახლა ებრაელთა თემები და სელჩუკთაგან დევნილი სომხური მოსახლეობა. ამ ნაბიჯს მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა. ქალაქებში გამოცოცხლდა ეკონომიკური ცხოვრება, გაიზარდა ხელოსნური წარმოება, განვითარდა სავაჭრო კავშირები და თანდათან ჩამოყალიბდა ძლიერი ქალაქური ფენა. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად დაიწყო საქართველოში ფართო მასშტაბიანი ურბანული წინსვლა, რომელმაც სამეფოს ეკონომიკური საფუძვლები გაამტკიცა და სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესს ყარის საყრდენი შეძინა. დავითმა შეძლო დაეძლია ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია და საქართველო კვლავ აქცია რეგიონის მნიშვნელოვან სავაჭრო კვანძად. საქართველოს გავლენა უკვე სცილდებოდა კავკასიას. დავითს ჭიდრო კავშირი ჰქონდა ძველ რუსეთთან, სომხეთთან, ჯვაროსნებთან და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან. მათ შორის ყივჩაღებთან, რომელთა მიმართაც დავით მეფეს ისტორიული მნიშვნელობის გეგმები ჰქონდა. მეექვსე ნაწილის დასასრული.